ყოფილი 25 და 53 ბრიგადის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულების სოციალური მდგომარეობის სამსახური დოკუმენტაცია, რომელიც მთავრობის სპეციალურმა კომისიამ მოამზადა, რეალობას არ შეესაბამება. აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მან კომისიის წევრები უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა ბაკურიძე თავად ეწვია ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და თვითნებურად შესახლებულთა საცხოვრებლები დაათვალიერა. უფლებადამცველის თქმით, დათვალიერების შემდეგ გამოიკვეთა, რომ არსებული რეალობა და კომისიის დასკვნა ერთმანეთს არ შეესაბამება. ის ხელისუფლებისაგან მოითხოვს სასწრაფოდ შეიქმნას ახალი კომისია, რომელიც კომპეტენტური პირებისაგან იქნება დაკომპლექტებული. დღეს მთავრობაში არსებული ეგრეთ წოდებული საბოლოო დასკვნა 25 და 53 ბატალიონში ცხოვრები თვითნებურად შესახლებულების მდგომარეობა არ არის ობიექტურად შესწავლილი, არ არის რეალობასთან შეჯერებული და აქედან გამომდინარე გამოსავალი მდგომარეობს მხოლოდ ერთში. დროებით 3 თვით მაინც მინიმუმ გადაიდოს იმ ტერიტორიიდან ხალხის გამოსახლება, შეიქმნას ახალი კომისია დობით აღჭურვილი პირებისაგან და შესწავლილი იქნას ობიექტურად ამ ოჯახების მდგომარეობა.